გამარჯობა ჩემო ძვირფასო. შეიძლება მალე გინდათ რომ პირდაპირ ამბებზე გადავიდე, მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. იმიტომ რომ დღეს არაჩვეულებრივი ქართული ამბები მოგიმზადოთ. დავიწყოთ. აკაკი და ჭირვეული თამადა. ეს ამბავი აკაკი წერეთელს გადახდა. როგორც მოგეხსენებათ, აკაკი დროსტარების დიდი მოყვარული იყო. თუმცა ზომიერებას არასდროს კარგავდა. მის გარშემო მუდმივად იკრიბებოდა ხალხი და ყველას უნდოდა გამოლაპარაკებოდა, თელი ჩამოერთმია, ჩახუტებოდა საყვარელ წერილს. ამიტომ გოსანი ხშირად იკავებდა თავს ზედმეტის მისგან. ერთხელ ერთ-ერთ სუფრაზე ჭირვეული თამადა გადაეკიდა. ხან იქიდან მიუდგა აკაკის, ხან აქედან. უნდოდა მასთან ერთად დაელია. თუმცა აკაკი ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას. ეს თამადაც არა და არ მოეშვა. აიღო ყანწი და ბოლომდე გაავსო. სადღე გრძელოს თქვა და გამოსცალა. ალავერც კი აკაკისთან გადავიდა. გოსანმა ზრდილობის გამო გამოართვა სავსე ყანწი. ოდნავ მოსვა და უკან გადააწოდა. არ ვიცი რა მოელანდა თამადას, მაგრამ არც აცია, არც აცხელა, ყანწში დარჩენილი ღვინო კისერში ჩაასხა აკაკი წერეთელს. რაც ვერ დალიე, შენ უნდა შეიშრო. თუსმა არ შეგეძლო, რა ჯდებოდი ჩვენ სუფრაზეო. შენი გულისთვის სუფრის კანონს ვერ დავარღვევთო. კანონი კი ასე მოითხოვსო. საწყალი კაცი. აკაკისთან ის ახლა რას მივიდოდა არა? გინდ დაფასებით, გინდ ნიჭით, გინდ პატივისცემით, გინდ ბუმბერაზობით. იფიქრა, რადგან სუფრაზე თამადა ვარ, ყველაფრის უფლება მაქვსო და ასე გადაწყვიტა. თავისი დაბიოება გადაეფარა. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა სუფრასთან. წავიდა დიდი გაწევა-გამოწევა და ალიაკოთი. ეს დიდი აყალმაყალი თვითონ აკაკის დაუშოშმინებია. ხალხი დაუწყნარებია და მშვიდად გასცლია იქაურობას. რამდენიმე ხნის შემდეგ აკაკის სტუმრები ეწვივნენ და მათ შორის ის ტოლუმბაშიც ყოფილა, ღვინო რომ გადაასხა. გოსანმა კი ასეთი ჭკუის სასწავლებელი ხრიკი მოიფიქრა. მიუჯდა საწერ მაგიდას და დაიწყო ლექსების წერა. გარკვეული დროის მერე კალამი ჭირვეულ თამადას გადასცა და უთხრა: აჰა, ნახე ლექსის წერა დავიწყე, ბოლო სტროფი აკლია და დაამთავრეო. გაოცებულ სტუმარს უთქვამს: მე ლექსების წერის რა გამეგებაო? როგორ თუ არ იციო, გაუბრაზდა აკაკი. მაშ რატომ მიუჯექი ჩემს საწერ მაგიდასო? ადგა და მთელი ქილით მელანი გადაასხა. ამის მერე არ მგონია იმ კაცს ვინმესთვის დალევა დაეძალებინა. გალაქტიონის ბოლო დღე. გალაქტიონის სიკვდილი რა თქმა უნდა ყველამ ვიცით. თუმცა საინტერესოა როგორ გაატარა რითმების ჯადოქარმა თავისი უკანასკნელი დღე. იქნებ როგორმე გავიაზროთ ის გარემოება თუ რატომ გადადგა მან საბედისწერო ნაბიჯი. ეს მოხდა 1959 წლის 17 მარტს. გალაქტიონ ტაბიძე დილის 10 საათზე ვაკის სამკურნალო კომბინატში მივიდა. პირველ საათზე დააწვინეს. ალბათ იკითხავთ, მაგრამ მთელი 3 საათი რასაკეთებდაო. საქმე ის იყო, რომ ორსაწოლიან პალატაში გალაქტიონისთვის მესამე საწოლი ჩაამატეს, რის გამოც ერთ-ერთი პაციენტის ცოლმა პროტესტი გამოთქვა შეგვავიწროვაო. გალაქტიონმაო. გალაქტიონთან ერთ სივრცეში ყოფნაზე თუნდაც კლინიკის პალატაში რამდენი ადამიანი ოცნებობდა ალბათ არა? მათ კი პალატიდან გამოაგდეს. პალატაში იმყოფებოდა ცენტრალური უნივერმაღის დირექტორი. სად ის და სად გალაქტიონი, თუმცა სად გალაქტიონი და სად ის. ასე იყო თუ ისე, გალაქტიონისთვის ვერც სხვა პალატები გაიმეტეს და საბოლოოდ მეფე პოეტი ექიმა განყოფილების გამგის ოთახში გასინჯა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, იყო სრულიად ფხიზელი, გაწონასწორებული და მშვიდი. ცოტა ხნის შემდეგ გალაქტიონს სკამი აუღია და აივანზე სურდა გასვლა, რათა სუფთა ჰაერზე ჩამომჯდარიყო. მედას უთქვამს, აივანის სველია და არღის გასვლა, ჯობია კარი უბრალოდ გავაღოთ და ჰაერი შემოვიდეს. გალაქტიონმაც მართალია, აივანის სველია და არღის გასვლაო. მექანიკურად სიტყვით გაუმეორებია მედის ნათქვამი, რადგან სულ სხვა საწუხარი აწუხებდა და სხვა საფიქრალი აფიქრებდა. სკამი დადგა და კვლავ დერეფანში გაისეირნა. რა იქნა, თავისი პალატა არც ჰქონდა. გალაქტიონს ნაცნობი შეხვედრია და რამდენიმე წუთს ულაპარაკიათ. ეს იყო მისი ბოლო საუბარი. ბოლოც როგორც იქნა მეოთხე სართულზე თავისუფალი საწოლი გამოჩნდა პალატაში. მედამ ხელი მოკიდა და აიყვანა. გალაქტიონი ნერვულად ეწეოდა სიგარეტს და ხმას აღარ იღებდა. სამი ღერი მოუწევია სანახევროდ, შემდეგ კი პალატაში შესულა. იმ წამის შემდეგ გალაქტიონ ტაბიძე ცოცხალი არავის უნახავს. 6-10 წუთი აკლდა, როცა შემზარავმა ხმამ დრო გააჩერა.
გალაქტიონი მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახდა. 18 მარტს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გალაქტიონი გარდაიცვალა. საბჭოთა ეპოქაში თვითმკვლელობის ფაქტს ტაბუ დაედო. ერთადერთი მინიშნება გიორგი ლეონიძემ გააკეთა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მთაწმინდაზე დაკრძალვის დღეს. მშვიდობით სიკვდილისთვის აჩქარებული. როგორ არ იცოდი, რომ სიკვდილი შენ ვერ მოგერეოდა. და ბოლოს როცა კრძალავდნენ გალაქტიონს, გაჭრილი სამარე ვიწრო აღმოჩნდა და სახელდახელოდ მოუწიათ საფლავის გადიდება. გალაქტიონი იქაც არ დაედია. უცნაური მოწმობა. ეს ამბავი მიხეილ ჯავახიშვილს, პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს გადახდათ. 1929 წელს თბილისში სტუმრად ჩამოვიდა რუსი მწერალი ანდრეი ბელი. მის პატივსაცემად ტიციან ტაბიძემ ვახშამი გამართა. ნადიმ სხვა ქართველ მწერლებთან ერთად მიხეილ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. შუალ ხინის დროს გარეთ კოკის პირული წვიმა წამოვიდა. ამის მიუხედავად მიხეილ ჯავახიშვილმა, რომელსაც სახლში ორსული ცოლი ელოდა, წასვლა გადაწყვიტა. ატყდა ერთი ამბავი. აბა სად მიდიხარ, აბა გაილუმპები, დარჩი გადაიღოს და მერე წადიო. სინამდვილეში მეგობრებს უნდათ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი მათთან დარჩენილიყო. ბოლო-ბოლო იმდენი ქნეს ცისფერ ყანწელებმა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი დარჩენაზე დაიყოლეს. მწერალმა კი სანაცვლოდ მოითხოვა რაიმე საბუთი, რომლითაც ცოლის წინაშე თავს გაიმართლებდა. მართლა რთულია ფეხმძიმე მეუღლესთან თავი იმართლო, რატომ არ მიხვედი დროულად სახლში. გამოსავალი პაოლო იაშვილმა მოწოდა. ამოიღო ფურცელი, ფანქარი და სულ რამდენიმე წუთში ლექსად გააშვანშვალა საბუთი. ეძლევა ესე მოწმობის ცალი ჯაყოს ხიზნების და კვაჭის ავტორს, რომის დავტოვეთ ვახშამზე ძალით და ტიციანი მას ძალით ათრობს. რომ დავამშვიდოთ იმისი ცოლი, რომელიც ქმარს და ვაჟიშვილს ელის, ალბათ იქნება არსენას ტოლი და ნიჭით მსგავსი ანდრეი ბელის. გადაუკეცა პაოლომ საბუთი და გულის ჯიბეში ჩაუდგა. ასე გაგრძელდა დროს ტარება გვიანობამდე მიხეილ ჯავახიშვილთან ერთად. რა იცოდნენ მოკეიფეებმა, რომ ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდებოდა. ბელი რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. პაოლო იაშვილი 37 წელს ერთ-ერთი პირველი ამოიღეს მიზანში, თუმცა პოეტმა დაასწრო და დახვრეტას თვითმკვლელობა ამჯობინა. მალევე მიხეილ ჯავახიშვილი აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. საწყალი ტიციანიც იმ წელს დახვრიტეს. მეორე ვერსიაც გვაქვს მისი სიკვდილის. გადასახლება მისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავის დღემდე უცნობია. ქონდა კი საერთოდ საფლავი. ძველი ქართული რეკლამა. ძველ ქართულ რეკლამებს ვათვალიერებდი და რამდენიმე საინტერესო რეკლამას წავაწყდი. საინტერესო არა? საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი ქართული კრეატივი. დღეს ერთ მათგანს გაგიზიარებთ. თუ მოგეწონებათ, სიამოვნებით მოგიყვებით სხვებსაც. 1897 წელს გაზეთში ცნობის ფურცელი დაიბეჭდა სასტუმრო და რესტორანი პურ ღვინოს რეკლამა. სახელი მე პირადად ძალიან მომწონს. პურ ღვინო. ყველაფერი გასაგებია. სასტუმრო რესტორანი რუსთაველის გამზირზე ყოფილა. მაშინ ბოლოვინის პროსპექტი ერქვა. რესტორანი სპეციალურ მენიუებს თავაზობდა კლიენტებს, როგორც დღეს ვიტყვით, კომბოებს. 2 კერძი სადილი, არაყი და 1 ჭიქა ღვინო, 40 კაპიკი. 3 კერძი სადილი, არაყი და ნახევარი ბოთლი ღვინო, 80 კაპიკი. ხოლო 4 კერძი სადილი, არაყი და მთელი ბოთლი ღვინო, 1 მანეთი. ამის გარდა სარეკლამო პოსტერზე გამოსახულია 1 გამხდარი და 1 მოპუტკუნებული მამაკაცი. მათი დიალოგი ასეთია: გამარჯობა შენი, კაცო, რამ გაგასუქა ასე? ნეტა რა სასჭამთ? საქმეც ეგ არის, პასუხობს მოსუქებული. ჭამდავს სვამ, რაც კი საუკეთესო რამ არის თბილისში. სუფთა გემრიელი და ნოყიერი საჭმელი, სასმელი გრილი და საუცხო. მომსახურე მარდი და ზრდილობიანი, ჰავა მშვენიერი. მოწყობილობა საგანგებო და მასპინძელი იმისთანაა, რომ სულში ჩაისო. მუდამ ხიარული, გულგაშლილი და თავასიანი. აბა რა თქმა უნდა, რომ ამისთანა საჭმელ სასმელი ხორცად შეერგება და სულსაც აამებს. მერე სად გიპოვნია ასეთი სამოთხე? ინტერესდება გამხდარი. მე პურ ღვინოზე მოგახსენებ, პასუხობს პუტკუნა. ალბათ საშინელი სიძვირე იქნება, არა? ინტერესდება გამხდარი. რა სიძვირე, რას ბრძანებ? აბა ქვემოთ ჩამოათვალიერე და თვით დარწმუნდი. არის სადმე თბილისში ასეთი სიაფე საჭმელ სასმელებისა, როგორც პურ ღვინოში. ბრაზობს პუტკუნა და იმ კომბო მენიუებს თავაზობს მე რომ მოგიღებ. აი ასეთი რეკლამა იყო დაბეჭდილი გაზეთში 128 წლის წინ.
შორთ შორის რეკლამა ტყუილად ადრესებია. სურვილებს შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ქართული ამბები. თუ ასეა, სულ რამდენიმე კლიკი უნდა გთხოვოთ. ლაიქის ღილაკზე, არხის გამოწერის ღილაკზე და ზარის გააქტიურებაზე. მე 4 ამბავი მოგიყევით, თქვენ 3 კლიკს გთხოვთ. დროებით.